დაბრუნდით ეთერში და ჩვენი სტუდიის სტუმარია ქალაქ-ფოთის რესურს ცენტრის უფროსი ბატონი გოჩა ქორქია. საღამომშვიდობისა ბატონი გოჩა, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოდით ვისაუბროთ განათლების სისტემაში მომხდარ ცვლილებებზე. როგორც ვიცით, რამოდენიმე დღის წინ განათლების სამინისტრო ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ცვლილებები შეიტანა კანონში. ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ იყო დაანონსებული გარკვეული ცვლილებების პაკეტი, რომელიც 2020 წლისათვის ამუშავდებოდა განათლების სისტემაში. რეფორმის ეს პაკეტი არის საკმაოდ სისტემური, რომელიც არა მხოლოდ ერთიან ენულ გამოცდებსა და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ეხება, ზოგადად იგი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს თავის თავში. ეს არის სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეების სკოლების უსაფრთხოება, ეროვნული გამოცდები, ბუნებრივია გამოსაშვები გამოცდები და მოსწავლეზე ორიენტირებული განვითარების სისტემების დანერგვა სკოლაში. მინდა გითხრათ, რომ უკვე 2019 წლის იანვრიდან მიმდინარეობს პრეზენტაციები ამ მიმართულებების მიხედვით და საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ ეს ცვლილებები შეეხო არა მარტო ზოგად განათლებას, არამედ სკოლამდელ ზოგად განათლებას, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. მაგრამ ჩვენ დღეს აქ ძირითადად საუბრობთ ზოგადი განათლების შესახებ და ზოგადი განათლებაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით. გუშინ პრეზენტაცია მოეწყო განათლების სამინისტროში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მინისტრმა, მისმა მოადგილემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონ სოფიო გორგოძემ, რომლებმაც ისაუბრეს სკოლაში გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, 2010 წლიდან დაინერგა სკოლებში გამოსაშვები გამოცდები, როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასებში. იგი 8 გამოცდას მოიცავდა თავის თავში, მოსწავლეები 4 გამოცდას აბარებდნენ მე-11 კლასის ბოლოს, ხოლო 4 კი მე-12 კლასის ბოლოს. გარკვეული კვლევა ჩატარდა წელს ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად. მთავარი მიზანი იყო გაერკვიათ თუ რა შედეგზე გადიოდა ესა თუ ის გამოცდა. იმიტომ რომ ვიცით რომ ნებისმიერი აქტივობა რომ ტარდება, ამ აქტივობას აქვს თავისი მიზანი და ის შედეგი რა შედეგზეც უნდა გავიდეს. ექსპერტებისა და სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ სამინისტრომ გუშინ ჩამოაყალიბა საკუთარი ხედვა პრეზენტაციის სახით, რომელსაც რა თქმა უნდა შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებები დაჭირდება საბოლოო სახე რომ მიეცეს, სადაც უკვე გაჟღერდა რომ გაუქმდა გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასის მოსწავლეებისა. და რატომ გაუქმდა? ვერ გაამართლა ამ სისტემა? მინდა გიპასუხოთ რომ ძირითადად გამოცდების ძირითადი რამდენიმე მიზეზი დასახელდა საამისოდ. ერთი არის რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის დონეს ამოწმებს გამოსაშვები გამოცდები და ამ გამოსაშვება გამოცდებმა ფაქტობრივად ჩათვალეს რომ ვერ შეაფასა მიღწევის დონე. თუნდაც იქიდან გამოვიდეთ რომ ბოლო წელს შარშან აღნიშნული გამოცდები ჩატარდა ჩათვლის სისტემით, ანუ შეფასებები არ იწერებოდა საგანში, ანუ მოსწავლე ღებულობდა ინფორმაციას მესიჯის სახით ტესტის ბოლოს, გადალახა თუ არ გადალახა. ეს ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. მეორე მიზეზი ის იყო რომ მე-12 კლასელებს მაისში უწევდათ ჩაებარებინათ 4 გამოცდა, მე-11 კლასში 4 და კიდევ ერთ თვეში კიდევ 4 გამოცდა, ანუ გამოცდების დუბლირება იქნა მოტანილი მიზეზად, რომ ერთი და იმავე ტიპის გამოცდის ჩაბარება რამდენჯერმე არ მოუწიოს აბიტურიენტს, ან ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. და მესამე მიზეზი სოციალური ფაქტობრივად უთანასწორობის გაღრმავება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგეხსენებათ მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა აი ცოდნის მისაღებად, დამატებით ცოდნის მისაღებად რეპეტიტორებთან მეცადინეობდა, მოგეხსენებათ, რომ ყველას არ აქვს ერთნაირი შესაძლებლობები მშობლებს, აქედან გამომდინარე პრივილეგირებული აღმოჩნდა მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია, რომელთა ოჯახებსაც ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და ეს გარკვეული უთანასწორობის გრძნობაც იყო ერთ-ერთი მიზეზად დასახელებული იმისა, რომ მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის წელს და არც მომავალში არ ჩატარდება გამოსაშვები გამოცდები. როდიდან ამოქმედება უკვე ეს კანონი? დავამატებ იმასაც, რომ მე-12 კლასელებს დაუტოვეს გამოსაშვები გამოცდები, ამასაც თავისი ახსნა მოეძებნა და მე ამაზეც მინდა კომენტარი გავაკეთო. მაგასთან დაკავშირებით კეთილ. მე-12 კლასელებისათვის ჯერჯერობით დატოვებულია გამოცდა, მიზეზი ახსნილია შემდეგნაირად, ამ მე-12 კლასელებმა ჩააბარეს 4 გამოსაშვები გამოცდა შარშან და ეს საერთოდ ციკლი გამოსაშვები გამოცდებისა რომ დასრულდეს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წელს ამ მე-12 კლასელებმა კვლავ ჩააბაროს, კვლავ არა, ის 4 გამოსაშვები გამოცდა, რომელიც მათ დარჩა და ეკუთვნოდათ, ჩააბარონ. აგრეთვე ის მე-11 კლასელები, ის მე-12 კლასელები, რომლებსაც მე-11 კლასში, რომლებსაც ვერ ჩააბარეს ერთიან რამდენიმე გამოცდა,
მინიმალური ზღვარი ვერ გადაალახეს, იმათაც ექნებათ შესაძლებლობა მე-11 კლასის საგრები ეხა ჩააბარონ მე-12 კლასში. ჯერჯერობით დღევანდელი მდგომარეობით არის ასეთი სურათი. თუმცა მინდა კიდე საზოგადოებასაც უთხრა, რომ გუშინდელი პრეზენტაცია იყო ერთგვარი ხედვა, ანუ კვლავ კონსულტაციები გაგრძელდება ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გადაიხედება მე-12 კლასში აღნიშნული გამოცდების დატოვების საკითხი. რაც შეეხება ატესტატების აღებას. ანუ უკვე გამოცდის გარეშე ჩვეულებრივად აიღებენ აბიტურიენტები ატესტაციას. ანუ 2010 წლამდე მუშაობდა სისტემა შემდეგი სასკოლო სასწავლო გეგმაში არის ერთ-ერთი პუნქტი მოსწავლეთა შეფასების აღიარება. ანუ აკადემიური მოსწრების საფუძველზე სკოლის ადმინისტრაცია საშუალო საფეხურის დაძლევას აღნიშნავდა შესაბამისი პედაგოგების შეფასებებით და აკადემიური მოსწრება იყო მაჩვენებელი იმისა, ვის ეკუთვნოდა, ანუ ვიზე გაიცემოდა ატესტატი. შესაბამისად, მას შემდეგ რაც უკვე ოფიციალურად მოიხსნება მე-12 კლასებში გამოსაშვები გამოცდები, ატესტატის გაცემის საკითხი უკვე სკოლას მიენდობა, ანუ სკოლა განსაზღვრავს თავის სასკოლო სასწავლო გეგმით ატესტატის გაცემის აქტს. ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი გააძლიერებს სკოლის ფუნქციას შესაბამისად იმდენად, რამდენადაც ატესტატების გაცემა უკვე 2010 წლის შემდეგ უკვე სკოლაზე არ იყო მიმული, იმიტომ რომ გამოსაშვები გამოცდების შედეგები აფიქსირებდა ამას. ეხლა უკვე სკოლას საფუძველზე ხდებოდა ატესტატების გაცემა. ეხლა უკვე თავად სკოლის მასწავლებელი, ანუ სკოლაში პიროვნულად ვინ მიიღებს? სკოლის დირექტორი, კლასის ხელმძღვანელი ეს პიროვნულად არავინ არ მიიღებს გადაწყვეტილებას თითოეულ საგანში მოსწავლემ უნდა დაძლევოს მიღწევის დონე. დღევანდელი მდგომარეობით ეს მიღწევის დონე ათბალიან სისტემაში არის 5 ქულა. თუ მოსწავლეს დღევანდელი მდგომარეობით სასკოლო სასწავლო გეგმა განსაზღვრავს ამას. თუ ყველა იმ საგანში, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმით ისწავლება მე-12 კლასში მოსწავლე დაძლევს ამას, ანუ ეყოლება შეფასება 5, ბუნებრივია ეს იქნება საფუძველი, ანუ აკადემიური მოსწრება, დადებითი აკადემიური მოსწრება საფუძველი მისთვის ატესტატის გაცემის. რაც შეეხება მე-12 კლასელების პროტესტს, დღეს ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარაში მე-12 კლასელები რესურს ცენტრის წინ შეიკრიბნენ და აპროტესტებენ აი ამ რეფორმას და ისინი მოითხოვენ უკვე წელსვე მოხდეს აი ამ რეფორმის განხორციელება. რას ეთყოდით მათ? მე მინდა გამოვთქვა ახლა ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად შეფასებული იქნა მოსაშვები გამოცდების სუსტი და ძლიერი მხარეები. ანუ რადგან მე-11 კლასში მოიხსნა ეს გამოცდები, ამას თავისი ახსნა მიეცა. ანუ სისტემა ვერ გაამართლა, ანუ ვერ დადგინდა რეალურად მისი შედეგი. მე მინდა გითხრათ, რომ გამოცდების მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი, გამოცდა გამოცდისთვის არ უნდა ტარდებოდეს. ძირითადად ორიენტირებული უნდა იყოს საგამოცდო სისტემა რეალურ ცოდნაზე და არა გამოცდების რაოდენობაზე. და სკოლას უნდა გაეზარდოს პასუხისმგებლობა სასწავლო პროცესში და არა კატის გამოცდების შედეგების გათვალისწინებით. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი გადაიხედება. დღეს თავისი მოსაზრება გამოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონ მარიამ ჯაშმა, რომელმაც თქვა, რომ 10-დან 15 თებერვლის ჩათვლით კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე იქნება განხილული საკითხი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ სერიოზულად გადახედავენ საკითხს, რომელიც შეეხება მე-12 კლასელებისათვის აღნიშნული გამოცდების დატოვებას ან მის გაუქმებას. აი თქვენი აზრით ბატონო გოჩა, რამდენად მართებულია ამ ახალი ცვლილებების შეტანა? ანუ ეთანხმებით თუ არა ამ რეფორმას? მე მინდა ისე ჩემი პოზიცია გამოვხატო. თუ გადავხედოთ სტატისტიკას, ანუ დინამიკას წინა წლებისა, მართლაც გამოსაშვები გამოცდების ეს ფორმატი, რომელი ფორმატიც იყო ბოლოს შემოთავაზებული, ვერ ამოწმებდა იმ რეალურ ცოდნას, რაც ცოდნაც ჰქონდა მოსწავლეს. მე პირდაპირ მინდა გიპასუხოთ. ანუ გამოცდის დამთავრებისთანავე მთავრდებოდა იქ მიღებული ცოდნა. ანუ გრძელვადიან ცოდნაზე არ გადიოდა აღნიშნული გამოცდები. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ძირითადი მიზანი გამოცდების ჩატარების არ არის დეკლარატიულობა. ანუ ფაქტობრივად მოსწავლე იზეპირებდა იმახსოვრებდა და რაღაც დააგროვებდა გარკვეულ ინფორმატიულ ცოდნას და ამ ინფორმატიული ცოდნით აგრძელებდა. თუმცა ამ ცოდნას შემდეგ არ ქონდა განვითარება. ანუ მთავრდებოდა იქვე, გამოცდა ჩააბარა, გამოვიდა და ცოდნა დამთავრდა. მას მე ვფიქრობ, რომ თუ გამოსაშვები გამოცდები ჩატარდა და ანუ შეიცვალა მომავალში რაღაცა, გარკვეულწილად ფორმატი უნდა იქნას მისი შეცვლილი და იგი უნდა გადიოდეს გრძელვადიან ცოდნაზე. ანუ ეს ცოდნა, დაგროვილი ცოდნა უნდა გადადიოდეს შემდგომ საფეხურზე იყო გამოყენებითი მიმართულებით. თუ ამ ტიპის ფორმატის გამოცდები იქნება, მე მივესალმები, მაგრამ ეხლა ისევ პატარა მაგალითს მოგიყვანთ, ჩვენ სკოლაში ყავს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები და ყავს სუსტი მოსწავლეები. რეალურად ამ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს დაეკარგა мотиваცია, იმიტომ რომ აი ეს კატის გამოცდები, რომელიც ჩატარდა, მხოლოდ აფიქსირებდა შედეგს.
ჩაეთვალა, არ ჩაეთვალა, გადალახა, ვერ გადალახა. იქ მოსწავლე ვერ ხედავდა მის კონკრეტულ შედეგს და мотиваცია მაღალი აკადემიური მოსწავლეს დაეკარგა, იმიტომ რომ მანაც და დაბალი აკადემიური მოსწავლების მოსწავლემ მიიღო შეტყობინებად, რომ ჩაგეთვალათ კონკრეტული, თქვა, დავალების შესრულება. ასე რომ მათი мотиваციისთვის თუ გამოცდა ქვია, ფიქრობ შეფასება უნდა ახლდეს და დიფერენციაცია უნდა მოახდინოს ცოდნის ამ შეფასება. თუ გადაიხედება და სხვა ფორმატით იქნება შეთავაზებული, უკეთესია, მაგრამ მე მივესალმები სკოლის ფუნქციის გაზრდას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სკოლამ ოღონ ობიექტურობის ფარგლებში თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისი სასკოლო სასწავლო გეგმისა და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე და მასზე დაყრდნობით ვიზე შეიძლება გაიცეს ატესტატი, ანუ რომელი მოსწავლე აკმაყოფილებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის იმ დონეს, რაც საჭიროა ატესტატის მისაღებ. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქალაქის ყველა აბიტურიენტი აიღებს ატესტატს. ჯერა, მოდით ვისაუბროთ პედაგოგების ქულებზეც. როგორც ვიცი, მადაც კანონშიც ცვლილება. უკვე რამდენიმე წელია მუშაობს მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელთაც ხდება პედაგოგებისათვის სტატუსების მინიჭება. 4 ტიპის სტატუსია, ეს არის პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. თითოეული სტატუსის მისაღებად საჭირო იყო გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ანუ პედაგოგებს უწევდათ გამოცდების ჩაბარება საკვალიფიკაციო პროფესიულ უნარებსა და საგნობრივ კომპეტენციებში და შემდეგ უხდებოდათ ამ სტატუსის შესანარჩუნებლად ან კიდევ შემდგომ საფეხურზე გადასასვლელად გარკვეული აქტივობების განხორციელება. ეს აქტივობები იყო სავალდებულო და დამატებითი აქტივობები. აგროვებდნენ კრედიტ-ქულებს და ეს კრედიტ-ქულები აძლევდა მათ საშუალებას შემდგომ საფეხურზე გადასულიყო ან შეენარჩუნებიან. ეხლა უფრო გაადვილდა. ეხლა შეიცვალა, გაადვილდა, ანუ ფორმა შეიცვალა. ეხლა ამ დოკუმენტს ერქმევა მასწავლებელთა პროფესიის რეგულირების წესი, რომლის მიხედვითაც კრედიტ-ქულების დაგროვების აი ეს პროცედურა მოიხსნა მთლიანად. ანუ მე თუ ვარ პირობითად პრაქტიკოსი მასწავლებელი და მინდა დავწინაურდე სქემაში და გავხდე უფროსი მასწავლებელი, მე მხოლოდ გამოცდას ჩავაბარებ და გამოცდის ჩაბარება მომცემს მე შესაბამის სტატუსს. ან კიდევ თუ ვარ უფროსი მასწავლებელი და მინდა წამყვანი, მე არ დამჭირდება რაღაც გარკვეული კრედიტ-ქულების დაგროვება ამისათვის, ერთადერთი და პირდაპირ გზა ეს იქნება გამოცდა, მე თუ გამოცდი დავადასტურებ კონკრეტულ კომპეტენციას იმ სტატუსისა, რაზეც მე მაქვს პრეტენზია და შევიტანე განაცხადი, მომენიჭება. ანუ სიახლე ის არის, რომ კრედიტ-ქულები გაუქმდა, ანუ მასწავლებელი ორიენტირებული იქნება ეხლა კარგი გაკვეთილის ჩატარებაზე და არა ამ კრედიტ-ქულების დაგროვებაზე, რომელიც მისი ერთი სტატუსიდან მეორე სტატუსზე გადასვლა შეუწყობს ხელს და შესაბამისად ვფიქრობთ, ჩვენ ფოჩი გვყავს საკმაოდ ღირსეული პედაგოგები და ისინი სტატუსის შენარჩუნებისა და შემდგომ სტატუსზე გადასასვლელად წარმატებით და ღირსეულად ჩააბარებენ. რაც შეეხება თანხმობრივ ანაზღაურებას, მე როგორც ვიცი, ცვლილება, ანუ ხელფასის ზრდასთან ერთად, ანუ სტატუსთან ერთად იზრდება ხელფასიც. ამ მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე სწორედ სტატუსის მინიჭებასთან და ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადასვლის პროცესში ხდება სწორედ სახელფასო ცვლილებები, ანუ ამას ქვია სქემის დანამატი მასწავლებლებისთვის, ანუ ის პედაგოგები, რომელთაც ჰქონდათ უფროსი მასწავლებლის სტატუსები, ეძლევა თავიანთ ხელფასზე დანამატი. ეს დანამატი დღესდღეობით შეადგენს 320 ლარს, ანუ ყველა ის მასწავლებელი, რომელსაც აქვს სტატუსი უფროსისა, თავის ძირითად ხელფასთან ერთად ყოველთვიურად იღებენ დანამატს 320 ლარის ოდენობით 15 საათის სათვის, ანუ 15 საათი უნდა გქონდეთ მინიმუმ. ხოლო ის პედაგოგები, რომელსაც უფრო მაღალი სტატუსი აქვს, წამყვანი მასწავლებელი მოდის შემდგომი სტატუსი, მისი დანამატი, სქემის დანამატი არის გაცილებით მეტი, ეს შეადგენს 700 ლარს. რაც შეეხება არის თუ არა სავალდებულო, რომ გაიაროს პედაგოგმა აი ეს დამატებით საფეხურები. კანონში არის თუ არა ეს ჩადებული თუ მაგალითად მას არ აქვს სურვილი რომ გახდეს უფროსი მასწავლებელი, აქვს თუ არა უფლება რომ დარჩეს იგივე სტატუსით მრავალი წლის განმავლობაში. ანუ ახალი კანონი და რეგულირების წესი არ ავალდებულებს მასწავლებელს აუცილებლად სტატუსში დასაწინაურებლად ეს აქტივობები გაეროს ან გამოცდა ჩააბაროს. თუ მასწავლებელი არ ავიღოთ პრიმიტიული მაგალითი, პედაგოგი, რომელიც მუშაობს სკოლაში და არანაირი გამოცდა არ აქვს ჩაბარებული და არც წარსულში არ ჩაუბარებია, მას აქვს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, მას შეუძლია ასეთივე სტატუსით იმუშაოს სკოლაში, რამდენ ხანსაც უნდა, მაგრამ შესაბამისად ანაზღაურება მას ვერ ექნება იმდენი, რამდენიც ექნება მის კოლეგას უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ანუ სავალდებულო არ არის. სავალდებულო არ არის, არ ავალდებულებს, თქვათ და ამის გამო, ანუ სტატუსის არ ქონა, გულისხმობ, მაღალი სტატუსის არ ქონა, არ არის საფუძველი მასწავლებლის სკოლის და გათავისუფლების. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი, აი ამ რეფორმებთან დაკავშირებით ამომწურავად საუბრეთ და საუბრის დასასრულს მინდა მკითხოთ. მოგეხსენება სეზონურ გრიპთან დაკავშირებით ერთი კვირით გადაიდოს სწავლის პროცესის გაგრძელება. როგორ აისახება ამ გაცვლილი საათების ანაზღაურება? მოუწევთ თუ არა ბავშვებს უკვე ერთი დღით, ანუ შაბათი დღის
სწავლა. კი ბატონო. და სკოლაში. მოგეხსენებათ რომ მეორე სემესტრი უნდა დაწყებულიყო სკოლებში 15 იანვარს და გადაიწია ამ თარიღმა და იგი დაიწყო ნაცვლად 15 იანვრისა უკვე 21 იანვარს. იქ განპირობებული იყო მთელი რესპუბლიკის მასშტაბით და არამედ ჩვენს ქალაქში გრიპის ეპიდემიის გავრცელების გამო და პრევენციის მიზნით და პედაგოგთა და მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით სწორედ ეს გახდათ მიზეზი იმისა რომ სასწავლო პროცესი გადაიდო. სასწავლო პროცესის გადადების პერიოდში განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სკოლებს მიეწოდა რეკომენდაცია. რეკომენდაციებში იგულისხმება ის რომ სკოლების შენობები სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავებული იყო, სველი წესით უნდა მოწესრიგებული იყო, ის საკლასო ოთახები, ტელეფონები, ინვენტარი, ყველა სკოლას ყავს ექიმი, თითქმის ყველა სკოლა ჩვენ ქალაქში და სწორედ ეს ექიმებიც უნდა ჩაერთონ აი პრევენციულ ღონისძიებებში. რაც შეეხება იმ გაცდენილი საათების რაოდენობას, რომელიც გაუწდა მოსწავლეებს, ეს არის 4 სასწავლო დღე სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სკოლის ადმინისტრაცია ღებულობს გადაწყვეტილებას სასკოლო სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე თუ რა ფორმით მოახდენს აი ამ გაკვეთილების, ანუ გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურებას. ჩვენ უკვე რამდენიმე სკოლისაგან გვაქვს ესეთი ინფორმაცია, სკოლათა გარკვეული ნაწილი ეხლა უკვე ამ კვირიდან შაბათი დღეების ხარჯზე, 4 შაბათის ხარჯზე იმეცადინებს და ანაზღაურებს, მაგრამ არის სკოლები, რომლებსაც შეუძლიათ თითოეულ დღეს გაკვეთილების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე დაფაროს ის გაცდენები, რომელიც გამოწვეული იყო ამ პერიოდში გრიპის ვირუსის. ანუ ეს უკვე გადაწყვეტილებას ღებულობს სკოლის ხელმძღვანელი. სკოლის ადმინისტრაცია ღებულობს გადაწყვეტილებას, როგორი ფორმით მოახდენს გაცდენილი საათების ანაზღაურებას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოჩარდო სტუდიაში მოგზაურობისათვის. კურსori დღეს ამით დასრულებულია. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ქალაქ ფოთის რესურს ცენტრის უფროსი ბატონი გოჩა ქორქია. კურსori ხვალამდე გემშვიდობებათ, მადლობთ ყურადღებისათვის. ნახვამდის.